ინგა მიდი რა შენი ახალგაზრდობის ისტორიები მოგვიყევი, ძალიან გაასწორებს. რა მოგიყვეთ ახლა ანასტასია, რა ვიცი მე. აუ ხო, რა სკოლაში დადიოდიან რამე ეგეთი. კაი ხო მოგიყვებით. ინგა დაგაგვიანდა სკოლაში გამოდი დროზე. დე გავემზადე მე და ნაზიკო რომ გამომივლის ერთად წავალთ, კაცო. თქვენ. მამას ლამაზი გოგო, არამზია ძალიან შევთდით რა. დაანძონა გაგვეჩინა კაცო ინგასთვის. ჩვენ რო აღარ ვიქნებით ცხოვრება მარ დაგვიჩაგროს, კაცო. ნეტაი ბრუტური არის ძოდე კოტე რა. ეს თავი უნდა დაჩაგროს ბიჭო, ამის მე შემჭამოს ცოცხლად. აუდი და ნუ ამბობ მეთქი ეგეთ რაღაცებს, ნაზიკო უნდა მოვიდეს. მოდი ნაზიკო ღია. მოდი გოგო. სალამი მზიადეიდა. კოტეძია როგორ ახართ გიშველად მამას წამალმა? სერგეევიჩი გაახაროს კაცო ღმერთ. რა შედარებაა დავდივარ კაცო. ამათოყურე ბიჭო, შენი დედა. მზიადეიდა. დღეს ინგას ხო გამოუშვებთ საღამოს. ჩაფიძეებმა მაგნიტოფონი იყიდეს და აბას სიმღერებს უნდა მოусმინოთ. ვაიმე ნაზიკო შვილო გაგიჟდება მამამისი რო გამოუშვა. ვინაც არ გაგიჟდება. ტროლეიბუსი წავლე და წამულე რა იყო. ხო კოტე შენ უნდა მომინელო რამას რო გაატანინებ ხომ თავიცას. წავედით ჩვენ. გოგო ბოტანიკის ციგნი კიდე არ დაგჭირს, თორე კიდე გითხროს მასწავლებელით მեպით. ვაიმე მზიადეიდა რომ ცოტა კეჩუში ეს სუკრუგები მარტყმევინა. გოგო ორი დღეა თავი მტკივა. ნეტა ინგა ერთ ჩემს გითხროს მასწავლებელმა ფოჩრინთ რა. მოეგებოდე გონებაზე. დედა მე ხუთოსანი ვარ და ნაზიკო სამიანებზე სწავლობს. ნუ ბრაზდები შენ კიდე კაცო ყველაფერზე, თორე გაკოცებ იცოდე. გადა შენ დიახლა კიდე ნაწადით დროზე. ჩერჩეტები ესენი. ვაიმე ინგა ისეთი ამბავი ვინა გითხრა რომ გაგიჟდები. ერთ ბიჭს მოწონხარ ჩვენ კურსელს. ნაზიკო რამდენჯერ გითხარი მე შენ რომ არ მინდა მეთქი ეს სიყვარულობები რა. ბოლო კურსზე ვარ ჯერ და სწავლა უნდა დავამთავროთ კაცო. მე მოწონხარ მეთქი კი არ თხოვდები გოგო. ეხა ძალიან ჩუმად გაიხედე ფანჯრის მხარეს ის კედელთან. მამუკა ქვია. ვაიმე დამინახა. ხამივით რომ აყურებინებ რა. ბიჭო, ეს გოგო ხო არ იცი ვინ არის? ნაზიკოს გვერდზე როზის რა. ბიჭო, გდანში ცხოვრობს რა, სახელი კი არ ვიცი, მაგრამ დანახული მყავს, ხო ხდები? რა იყო, გევასა მამუკა? არა ბიჭო, რა დამევასა პროსტა რა. ლექცია დასრულებულია, შეგიძლიათ წახვიდეთ. ვაიმე ნაზიკო, ის ბიჭები მოდიან ჩვენსკენ, რა ხავქნა? გამარჯობა გოგოებო, ნაზიკო რა ვახარ? შენ მეგობარს ხარ გაგვეცნობდი? დიდი სიამოვნებით. ეს არის ინგა, ჩემი მეგობარი. ინგა გაიცანი ესენი არიან მამუკა და მისი მეგობარი ომარი. ჩვენი კურსელები არიან ორივე. ძალიან სასიამოვნოა. გდანში ხო არ მიდიხართ? გაგიყოლებთ, ომარის სემით ვართ რა. გდანში, ხო მე გდანში ვცხოვრობ და გოგო მამა ჩემი რო დამინახოს ან ვინმე რას იფიქრებს. იმას რომ ჩემი გოგო ბეთში ჩავარდაო, გაადგმიდი ფეხი. კარგით, წამოყვებით გლდანამდე. ოღონდ მამუკა წინ რო დავჯდე თუ შეიძლება, უკან რო ვჯდები ხოლმე ცუდად ვხდები და. მართლა? მე არ ვიცოდი პირველად მესმის. ხო, ნაზიკო, ცუდად ვხდები. ვაიმე, ამჯერა რო დღეს ქორწილი მაქვს. მე კიდე სამჯერ რო შენი მზითავის ლეიბები ჩინმა შემიჭამა. ვაიმე, რა დროს ლეიბებია დედა მოვა მაყრიონი სადაც არის. ვაიმე გოგო, ნუ ნერვიულობ რა, მოგშორდება იცოდა ეგ კუდრა. გაგიფუჭდება მაკიაჟი. ბიჭო, მოვიდნენ. სიძეს გაუმარჯო, სიძეს. აქა მშვიდობა, თქვენი გოგო უნდა წავიყვანო რა. 400 ლარი, ვარდივით გოგოსაგადან, კაცო. ახ, გიორგევიჩ რა, აბატონო. აბა დროს გავიდით რა, გავიდეთ უკვე. ომარ, მანქანები მოაყომარე რა. სიო, აი გამოვდივართ კი. ვაიმე, ნაზიკო კალიც უხშება მე მგონი. ნუ გეშინია მე მაგ პორტფელში. ხო, ვაიმე თაიგულს ხომ მოიტანს თეონა არ დამღუპოს. თეონა გზაშია უკვე და თაიგულიც მოაქვს, დამშვიდდი. მოდის ხო? ვაიმე, გასატეხითებში აქ უნდა წავიღოთ, რომ დამახვედრებენ ოჯახში რომ მივალ. რა მოსონარი ხარ, ნიგო გუშენ ამაღამ დაუჩერდები საწოლში ქმარსა. შეხედე ბიჭო, ეს ამბობ, ეს სულელი ქალი ეს.
არაფერი, მამა, არაფერი. ვაიმე, გავედით რა გველოდება უკვე მანქანები. აბა სიმღერით გავაცილოთ პატარძალი, რა ბედნიერი რო იყოს. სიადეიდა. Vesian, kale lamaze. მამუკა პამპერსი იყიდე? აუ დამავიწყდა. კაი ჩავალ ცოტა ხანში და ამოვიდა რა. პროსტენაზე თუ ქნა ბავშვმა რაღაც მინდა მერე. მომისპობს ყველაფერს. კაი რა იყო ხო სახამოს დასალევად რო ჩავალ ამოვიყოლებ რა. მამუკა ამბოლოდ რომ ზან მოუხშირე შენ დალევას და ნასვამი თუ ამოხვალ კიდე იმ პაპერს ვის გავუკეთებ ნახავ მერე. ნაჟიკო იქნება გაუღე რა. აბა როგორ ახარ? თინგა ბავშვს ძინავს, როგორ მინდა ნახვა. ძინავს ხო გოგო, მაგრამ გაიღვიძებ საწი უკვე და მანამდე ყავა დავლიოთ ჩვენ კაკრას ეხლა დავფქვი. ყავა კი არ მომაკლდება, მაგრამ უნდა გითხრა რა. გოგო იტალიაში გადავწყვიტე სამუშაოდ წასვლა. ხო ხედავ რომ აქ ვეღარაფერს ვეღარ შოულობ რა. დედა, რას ამბობ, ნაჟიკო, სადღა გადაიხვეწო გოგო ამ სიშორეზე? 2-3 წელი ახლა დიდი ხანი არ მგონია გავჩერდე. ჩემი მულიც ხო იქაა და მიშოვა უკვე რაღაცა სამსახური. აუ იტალიაში მაგარი პონტია ძალიან. პიცა, მაკარონი და რავი რა. ხო, მაკარონი საყიდელია და ამოიყოლე ეგეც. არ დაგავიწყდა სიცოტე. რა იყო გოგო, ხო არ გაბრაზებს ეს? რაც ანასტასია გვეყოლა ძალიან შეიცვალა გოგო ამ ბოლო დროს. ბევრს ვამს ძალიან. ხო, ძალიან ხშირად კი არის უბნის ბიჭებთან ერთად და მაგათ კიდე ლუდები ულაგიათ მაგიდაზე იცოცხლე. ვაიმე ყავა გადმოვიდა. დედა ესე იგი მაინც და მაინც სხვა გარო გავიხედეთ მაშინ გადმოდის ხოლმე რა. ვაიმე რამხელა ხმაზე ვლაპარაკობ ბავშვი გავაღვიძე. დედა რამხელა ხმაზე ტირის გოგო? ხმაურიანი გოგოა. ეგანა გვაშენებს ან დაგვაქცევს რა. დედა მოდი ჩამოგვიჯექი რა. ნაზიკო და მე ვიხსენებთ ძველ ამბებს. მოდი რა მზიადეიდა, ვაიმე როგორ მომენატრე, სულ რო იჩხუბებოდი ხოლმე ამას. მაგრამ ის უბედური ახალი წელი მე არ თამავიწყდება. შენი ქმრის ვაჟკაცობა, როგორ მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი გამეგლიჭა. დოდო რა ვახარ, დოდო, ბედნიერი 2014 წელი ჩემო კარგო. ვაიმე ინგა ჩემო კარგო, მეც გილოცავ მრავალთა ეს წარი, მაგრამ საიდან მოდიხარ გოგო, მე შენ თითქოს სახლში მგონი ხარ და ეხლა დაგინახე რაღაცა 15 წუთის წინ შენ ქმართან და დადიოდი სახლში. დილიდან გასული ვარ კაცო სამსახურში, ეხლა ავდივარ სახლში და რაღაცას უფრას მაინც გავაწყობ რა. გოგო მითხარი ეხლა შენ მამუკა უმუშევარია კიდე? ჩემი ბიჭი მოეწყო აგერ ფუნიკული ორში და იქნება ვაკითხი რომ რაღაცა ვაკანსია იყოს. აი მე რა ვიცი გოგო მაგაზე როგორ შეგაწუხო. გოგო კითხვას რაღა უდგას წინ. მიდი აირბინე სახლში ჩემო კარგო, მრავალს და ეს წარით. კაი. მამუკა მოვედი, მოდი გამომართვი ეს პარკები რა. მამუკა ურე დაყრუდა რა. ოხჩი, მირა ვიციათ საათზე მოვალო სახლში და 4-ია ჯერა. საათ ხარ ბიჭო? რა ხდება აქ? გამარჯობა. მე მეგობარი ვარ. ჯერ კაბა ჩამოიწე და მე მელაპარაკე. მამუკა ამიხსენი რა ხდება აქ? ინკასატორია რა, გაყვანილობებს ამოწმებდა რა. რას მელაპარაკები ბიჭო? ინკასატორები ბადეკალკუტკები დადიან კარდა კარ. შეხედე ჯერ როგორ აცვია. აბა ეხლა ადექი დაუდე ჩემი სახლიდან. კაი რა გჭირს სტუმარს როგორ აგდებ სახლიდან თუ? სტუმარს კი არა შენს გაგდებ სახლიდან. ახლა მეწაბზანდები და უკან მოსულს აღარ გნახავ არასოდეს. რა სახლიდან მაგდებ თუ ბავშვებს უმამოტოვი? კაცად შენ არ მარგიხადა, ვის რა თქმა უნდა მაგნაირი მამა გამაგებინე. თვეების ომარიკო გჯობია შენ ვაჟკაცობაში. იმას ერთი უთხარი და პაპერში აღარ უქნია იმის მერე. ხელი გაწიე ეხლა, თორე ავიღებ ისო დაგაჭედე სადაც საჭიროა. მიყევი ინკასატორს. დეგენერატი. უი ანასტასია დე, დავჭით მარტო. კარგით ხო აღარ გვინდა ეხლა ეს ამბავი რა. ახალ წელს გილოცავთ, კაცო, ბედნიერი წელი გქონდეს.